დესერტმა მთელი ინტერნეტი რომ დაიფხრო და მილიონობით ნახვა რომ აქვს, მე რატომ უნდა ჩამორჩე? და მოვამზადეთ და არის საოცარი, უგემრიელესი გრილი დესერტი ცხელი ამინდებისთვის. დაგჭირდება 4 სუფრის კოვსი ჟელატინი და დავასხი 150 გრამი რძე. დავდგე ასაფუებლად 20-30 წუთით. დარჩენილი რძე ჩავასხი ქვაბში, 1 ლიტრიანი ქილა გჭირდება სულ, ცოტა დიდ ქვაბს გირჩევთ. დავამატე 150 გრამი შაქარი და 4 სუფრის კოვზი კაკაო. შეგიძლიათ 3 სუფრის კოვზიც დაამატოთ, არ არის პრობლემა. მუქი კაკაოთი უფრო ლამაზი ფერი გამოდის, გაითვალისწინეთ. მეგობრებო, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, ძალიან გთხოვთ გამომიწერეთ, ამით დიდად დამეხმარებით. დავამატე აფუებული ჟელატინი, შემოვდგი გასქურაზე, მუდმივად ვურიე, რომ კარგად გაიხსნას და გაალღვეს ჟელატინი. არ აადუღოთ, რაც მთავარი, კარგად გააცხელეთ მასა, გაალღვეთ ბოლომდე ჟელატინი, ჩავასხი გადაჭრილ რძიან კოლოფში, ანუ რა რძერაშიც ესხა ის კოლოფი გადავჭერი თავში და შევდგი მაცივარში გამსამხარებლად სრულად ჭირდება 4 საათით. ეს თავზე რაც არის ჭრელი, აჭრელებული, ყველა დაილექება ძირს. ფრთხილად ჩავჭრათ კოლოფი და შემოვხსნათ და უგემრიელესი დესერტიც მზად არის. ძლიერთ მოაყაროთ კაკაო, თუმცა არ არის აუცილებელი. გემრიელად მირთვით. გამომიწერეთ. დიდი მადლობა.